ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოში გავრცელებული მცენარეული კულტურების ადგილობრივი ჯიშების შესწავლას ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, იშვიათი ჯიშების კოლექციის შექმნას, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრაქტიკული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ბაზაზე, ტერიტორიაზე შეიქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთი ქართული ძველი მივიწყებული კულტურების საჩვენებლად. ეს იქნება ხეხილი, ეს იქნება ვაზი და ძალიან კარგი იქნება ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის, ჩვენი ვიზიტორებისთვის, სტუმრებისთვის. დღევანდელი მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ საფუძველს ვუყრით აღდგენილი მოძიებული ჯიშების, როგორც ხეხილოვანი კულტურების, ასევე ვაზის გაშენებას ქართული ბაღის სახელწოდებით. მას ექნება ძალზედ მნიშვნელოვანი დატვირთვა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისათვის, ცნობადობის ამაღლების კუთხით და ამასთანავე ექნება სამეცნიერო დატვირთვა. გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა გაწეული საქმიანობის 6 თვის ანგარიში